შენ გააჩერე ენაში არარაობა, შენ ხარ რუსი, შენ ხარ მოღალატე. ხმაური და სიტყვერი დაპირისპირება იყო დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე. საბჭოს წევრის ლიკა ბასილაია შავგულიძის თქმით, მას საბჭოს წევრმა გია იაკობაშვილმა შეაგინა. ილაპარაკე, აი აქ მიკროფონში თქვი რა არის ეს რატომ იდიოტი ხარ და კრეტინი მიკროფონში უნდა ხარ იდიოტი ხარ საიდან მოხდი საერთოდ ჩემი ადგილი არის სად იცი აი სადაც მოხვდები მაგასაც დაინახავ არარაობა შენ არარაობა რუსო მოღალატე აი ეს ხარ შენ შეხარ ქვეყნის მოღალატე შენისთანებმა გაყიდეს საქართველოს თავის დროს შეხარ ორჯონიკიძის შთამომავალი ბოლშევიკების შვილთაშვილი ხარ შენ უზრდელობა რა თქვა მან ოღონდ არ თქვა მიკროფონში შემაგიდა გამლაძღა უშვერი ეს თქვენი და მიიღო პასუხი და კიდევ უნდა გითხრათ რომ მე ეს ჩემთვის არის მიუღებელი როგორც ერთ-ერთი მაგრამ ეს არის თქვენი ენა ეს უნდა გითხრათ თქვენ ვერ დახავდა მე პირდაპირ გეუბნებით ამას თქვენ და თქვენი კლასტერი ხარ სიბინძურის იმისი საფრთხეებზე მოსაქმების რუსების პროპაგანდის ნაწილი მომსახურე პერსონალი და თქვენ ახლა ამ წუთში არ ღვევთ ახლა გიზი და კიდევ ერთხელ გეუბნებით აბი ნაციონალური კუთხით ეს არის ფაშიზმი მე უფრო ძიმე რაღაცავს თუ რაღაც ფსიქოლოგიური გამგებლობის ყველობაში აი ეს თქვენი სასტვენი დამხვდი და მისტვიდეთ როგორც იცით ღამე არ გისტვით იმიტომ რომ არ არის საჭირო თქვენ კაი აბა კარგად იყავით და გაგზავნეთ საქმე დაპირისპირება ლიკა ბასილაია შავგულიძესა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძეს შორის ბრიტანული სანქციების თემით გაგრძელდა. მაღლაფერიძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაქსიმალურად დაუდგება გვერდში და უპირობოდ დაუჭერს მხარს იმედსა და პოსტების. ლიკა ბასილაია შავგულიძემ დღეს მაღლაფერიძეს კითხა, როგორ აპირებს ის რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო დასანქცირებული ტელევიზიების მხარდაჭერას და ხომ არ აყენებს ამ განცხადებით რისკის ქვეშ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებას. მე ეხლაც კიდევ ერთხელ ღრმა სოლიდარობას უცხადებ ამას. ეს მიმაჩნია დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ აქტად და მიმაჩნია რომ ყველა ღირსეულმა მოქალაქემ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია და უნდა დაიცვას ეს ისეთივე სიტუაცია რუსული პროპაგანდის ციტადელი დაიცავდა ეხლა რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას ხალხატონიკა მე თქვენ მადელოსანი მზადები და მივხვდით იმენ რომ თქვენ კლასტერში შეიძლება არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის ეს ნიშნავს მაგრამ ერთი კარგად მოიკითხეთ თქვენ კლასტერში თქვენ სამეგობროში და ვიცით ჯერა ამდენი ომი რო იყო საქართველოსი აი ბოლო იმ პერიოდში ვინ სად იყო რომელ ბუჩქში იყო სად დაძვრებოდა და როგორ იყო და იმან ილაპარაკოს მერე ბუჩქში ვინსა დაძვრებოდა მე ვიყავი თბილისში თუ თქვენ ლაპარაკობთ საბჭოთა რეპრესიაზე ჩემმა ოჯახს აქვს დიდი გამოცდილება ამისი როცა თქვენი პოზიციები რუსებმა და სამსამოლებმა ავტომატები ჯილიტეს სამსამოლები მოიკითხეთ თქვენს კლასტერში ხო და რა შეეხება დღევანდელ სხდომაზე მაღლაფერიძის გარდა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო დასანქცირებულ სამთავრობო მედიას მხარდაჭერა ხალხის მიერ დაფინანსებული ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს სხვა წევრებმაც გამოუცხადეს.